Ei, მეგობრებო, მოგესალმებით. ჩვენ ვიმყოფებით ბარ სახელოსნოში და ვარკვევთ თუ ვის შეხვდება PvP Battle-ის მესამე სეზონში. ამისთვის შეგვიძლია ხმაურით შევქნათ აქ დამწრეს საზოგადოებას ყავს. ჩვენთან ერთად ამ ყველაფერს გაარკვევს გიო რუსია, Flow წარმომადგენელი და ჩვენი ყველაფერჩიკი კაცი ოზი. აი ეგრე. მე რა მაინტერესებს ახლა. პირველ რიგში გილოცავთ სეზონის დაწყებას და ამავდროულად ახალ წელს თქვენ შეგიძლიათ ჩვენს მაყურებელს ეგრევე უთხრათ რა შვებით, როგორ შვებით, ოზი შენიცი, აქ რა ხდება და უკეთ გაგვარკვევა უეჭველი. მოდი, ესე ვიტყვით, რომ $1 კი არ და რაც არის ამ რაღაც ჩანთაში დევს ახალი მონაწილეების სახელები, მეორეში დევს შედარებით უფრო ძველი მონაწილეების სახელები და ისე არის გადაანაწილებული, რომ ერთმანეთს არ შეხვდნენ უკვე შეხვედრილი ან სეზონში მომხდარი ტიპები. ხო, ტიპები რა. შესაბამისად, ეს იქნება იმისათვის, რომ უფრო უკეთესი შოუ შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს და იმედია თქვენს ყველანი თანახმახართ, ხო ამაზე? უეჭველი. ბიჭო, თან ორმაგი პასუხისგებლობა იქიდან და აქიდანაც ძოლმა ტიპმა ვინც გამოცრილია, თავი უნდა დაამტკიცოს yes, რომ საქმეშია ისევ და ახალმა უნდა დაუმტკიცოს, რომ არაფრით არ ჩამოუვარდება და ეგ მუღამი ასწორებს. გიო, შენ იცი რომელში რა დევს? დამამიწყდა. მაშინ ნახე. აქ ახლებ. ოკეი, მოდი ახლებს მივიცეთ საშუალება. რომ აირჩიონ მოწინააღმდეგე. ოკეი. ხო? მე დავიწყოთ, მოდი. ესე იგი როგორ იქნება? ხო, მონაწილეს ამოვიჟებ მე. ყოა და მე ახალი მონაწილე თავისივე მოწინააღმდეგეს აირჩევს აქედან. ჰა. ოკეი, ვინ ყავს აბა? ხვედე. მოდი. მოდი ბრო. ხვედეს ვინც არის ცნობთ? ყოველთვის ჩვენთან იყო ხოლმე ყველა ჩაწერაზე მეორე სეზონის და ზურგიდან кай ხმას გვაძლევდა ხოლმე ესე ვთქვათ. აბა, მოდი აქედან ხო არ ბრო. დავაი. მიდი აბა, ვინ იქნება შენი მოწინააღმდეგე? KMC ძმაო. KMC ყავს ძმებო მოწინააღმდეგე უბრალოდ ეხლა ჩვენთან არ იმყოფება ქალაქში არა, მაგრამ აუცილებლად ხოძია ისიც ვიცი. შენ რას ფიქრობ? ველოდებოდი ვაფშე ან არ ველოდებოდი, სიმართლე რომ გითხრა, ვინმე დამწყებს ველოდებოდი ახალს მეც რა. და იდეა მოგწონს რომ ახლები ძოლებს უტოვით რაღაც. კი, საინტერესო იქნება. მეტი პასუხისგებლობაა ხო უფრო ეს მესამე სეზონია ბოლოსა. წარმატებას გისურვებ, აუცილებლად პირველ რიგში ხალხს მოაწონა თავი, შენი სიტყვა დაამტკიცო და გააკეთო ის, რაც მართლა გიყვარს, რა. მზად ვართ მეორესთვის, ხო? რავი, მეორე. ვინ იქნება აბა? X-Men-ა, რომელიც ვერ მოვიდა დღეს. ხო, ეს ჩვენი დღეს არ არის, მოდი იცი როგორ გავაკეთო. მე ვიცი ვის მინდა ამოვაღებინო აქ. აქ ჩვენთან იმყოფება ერთი ადამიანი, რეზი, რომელიც არის page RH top-ის head-ი, ესე რომ ვთქვათ. ის ძალიან მაგარი მემები არ გვეყოლებოდა ეს ადამიანი რა. მოდი. მოდი რეზი, მოდი. რეზისთვის ხმაური უეჭველი. ეჭახება X-Men-ას. აი. გილოცავ ახალ წელს. ასევე რომ დანამოვიღო აბა ზნელო. დავაი. და ამოუღო აბა ამ X-Men-ას ის. მოწინააღმდეგე. ამ X-Men-ას ის არ უნდა ამოუღოს. არ გვინდა. ო, enemy. მონატრებული ადამიანი. ძმაო. აი. ოი. როგორ ხარ? ხო ხარ თმა. შენი ყავი ჩვენთან ერთად. დენი რამდენი ხანია შენ? ნაცვალე შენს ხელებს. დიდი ხანი ველოდი და ეხა კაია რო აქ ვარ რა. პირველ რიგში მინდა გითხრა რომ რაც შენთანაც დავაფიქსირე და სხვებთანაც აქაც უეჭვალე ვიტყვი რომ ფორმაში სასწაულში ხარ მაგრამ კი. თავარი ეხა დრო არის და შევ ფორმაზე სალაპარაკო არ არის რა. ისეთ ფორმაში არის. ვიდეოს მოგიოთ 3 ნახევარი ხო მე მაგრამ რა არ ვიცოდი აი იმდენად აჟიტირებული ვიყავი რა აი გიორგისაც ველაპარაკებოდი რა დრო არ მქონდა და უცებ რომ მითხრა და აი რომ გადავხარში თავში მეთქი всё მზად ვარ თქო ხო დავწერე რა ჩავწერე და მე აქ რომ მითხრეს რა თურმე 1 წუთიანი უნდა გადამეღო და არ ვიცოდი რა ხო და მე კიდევ ვფიქრობდი რომ მეთქი 3 წუთი ცოტაა რა აი ყველაფერი ვერ ვთქვი და რომ ამთავრებდი ვერს მეთქი ანუ ეს ანუ კაი არ ვარ გადასამთავრებლად ცოტა კიდე და ანუ კაი მეთქი მეც ვეღარ მოვასწრებ დღეს სწავლას თქო და ჩავწერე ეგ რაც გამოვიდა რა აღარ მიფიქრია და ანუ იმდენად მინდა რომ უკვე დაიწყოს რა დარწმუნებული ვარ არ გაინტერესებდა ვის შეხვდება არა მე ჩემი არჩევანი მქონდა ანუ ვინც მინდოდა პირველი შემხედრო და ეხა არ გავაჟღერებ იმიტომ რომ აზრი არ აქვს მაგრამ დარწმუნებული ვარ შევხვდები და აი რავი ერთი სული მაქვს როდის სისტემა მოდის პირველი კი ძალიან აი ხო კი აი თავიდანვე რომ ეხა იყოს კაცო რა პრობლემა
ხო და თავიდანვე რომ აი ის ინტრიგა არ დაიკარგოს, იმიტომ რომ უნდა ხალხს რომ ეს ცნობილი ტიპები ერთმანეთს ცოტა მერე შეხვდნენ რა, რომ აი ეგ კაია და ასწორებს. ნუ როგორც ყოველთვის ხარ შეგეშლებათ თქვენ რა, არაფერი და ეგ არის მოკლედ. ჯიგრები. ამ შობაზე ახალ წლებზე გავარკვევთ ვინ ვის წინააღმდეგ იქნება რა და ძალიან საინტერესო მოიძახავთ მკვლელი რა. კაია. მადლობა კიდევ ერთხელ რომ ჩვენს გვერდით ხართ. გააგრძელეთ. შევაგებთ. ნახოთ ვინ იქნება შემდეგი. ბიჭო არ ვიცი ვაფშე როგორი ხელი მაქვს. ნახეთ რა ეს პირველი მეორე. ჰა, ეს შენ. ოკეი, ვინ არის? ანდრე. ნიუკამერი, კიდე ერთი. მოდი. ვა. მოგესალმებით ბრო. სალამი. შენ ნახოთ ვის წინააღმდეგ ხარ და მე ვიბაზროთ ხან რა. ძველები. იქ ერთი ახალი არის. ერთი ახალი არის, ხო და აბა. ის იყოს. ჯი. ვა! ამათ უკვე ბიფი აქვს ბიჭო. უკვე რო ბიფი აქვს ამ ადამიანებს. გეტყვით რატომ მომეწონა ეს ვიდეო, იმიტომ რომ ყველა რო კედელს დისავდა ესე რომ თქვა თავის ვიდეოში და არ არსებულ Battle MC-ს, მარტო ანდრე იყო, რომელიც კონკრეტულ უკვე ვის მიწყავდა იმას და ლადმასიც არა, არა, ეგ იყო ჩემთვის რომო? ნო. წარმატებები PvP-ს ძალიან მიტყდება ეხლა რომ მესამე სეზონშიც უნდა გავარდეს ჟიუნა, მაგრამ რა ში. აბა რას გვეტყვი? მე რას ოშენ ჯერ მე მინდა ვთქვა რა, ეს არის ჩემი გუნდის კაპიტანი ძმაო ოფსაიდის მეკარე ნომერ პირველი კაცი, ჩემი ძმა კაცი ჯიუნა. მოვიდა გიჟივით. საით! მე მეძინება თუ ვერ შეამჩნია. რო ეძინება ისე იცის ბურთების აღება. ეცე ჩამეძინება, ბიჭი, სურა ჩამეძინოს მაინც, მაგრამ არა პრობლემა. კარჩე, გილოც ავთახავ წელს, დაელოდეთ ბეთლებს, იქნება ცეცხლი, მამის წიოკი, დედის ღრიალი. მე იასნი ამოვიგებ ახლა. მაგაზე არ ვბაზრობთ. აუ არ ვერ ვბაზრობ, ბრატ, მეძინები. კარჩე რო იყოს იბაზრებდი, არ არის ეგეთი. აუ ეხა ჯერ არ ვარ ხო ბრატ მოვიხატო. კარჩე PvP არის უმაგრესი პროექტი, იმიტომ რომ აი ახალგაზრდა დამწყებ არტისტებსაც აძლევს საშუალებას რომ გამოჩნდეს, წააგოს, წავიდეს სახში. შენც ეგრე ქონი ხო? ეხა რეივი თუ ატყდა ძმაო. მე ეხა მარტივად ვიცი და ნუ თქვენ ჯიმ იცის ყველაფერი. შენ იმის გამო რომ ახალი არტისტი ხარ, ეხა ნახე. ერთმანეთში მოგვარდებით ყველაფერი როგორც გაგისწორდებათ ისე იქნება ბეტლში რა. წარმატებებს გისურვებთ უეჭველი. აქ მე კიდე კარგი არაფერს არ ვწყვეტ, იმიტომ რომ მე წამყვანი ვიქნები ამ ბეტლების, მაგრამ ჩემი ფავორიტი ჯია რა, ჩემი ძმაკაცია, ჩემი კაპიტანი კაცია და უნდა მაპატიოს მის მოწინააღმდეგენ, მაგრამ ამავდროულად უეჭველი ვქომაგობ ძალიან მაგარ ბეტლს და იმედია ამას ორივე გვაჩუქებთ რა. კაროჩი ერთს ვიტყვი რომ ჯიუნასაც და მეც ან რაღაც საერთო ინტერესები გვაქვს, იმიტომ რომ ორივე რუსულ ბეთლებს უყურებთ და მაგ პანჩლაინებიდან გამომდინარე რაღაც ინსპირაცია გვაქვს და აუ იდეაში ძალიან დედამოწმული ბეთლი იქნება, მე რასაც ვფიქრობ რა. წარმატებებს მე გისურვებთ. არ ვიგინები ბეთლებზე, ბრატ. ბაზიშვილი. ხო, წარმატებებს გისურვებთ უეჭველი რა. გრაცია. უი, ჯი. დავაი. ოპა. წარმატებები აბა. კაიო, გახურებული face to face იყო რა. ეხა ის შიზოიდი ბიჭი იქნება უეჭველი, მაიცა? ხო, აი, ძალიან ძვაკაცი. დავაი, აბა გავაზროთ. ბიჭო, ბოლო არის დარჩენილი. Green Flame მითხრა რომ იმედია კარგად იტყვიო. სიგარეტი დადე. რატო? Green თუ Flame. მინდა აიღე, რა ვიცი, შენ როგორც გაგისწორდებათ. ჯერ ფულს არ გვიხდიან ესენი რეკლამაში, რატომოს ჯერ? არ შეიძლება რეკლამა თორემ. და ვიწყდება ამოიღე, შეგიძლია ნახო. ხდება რა, ისდაც ვიცით რომ ხო, სოლონი. მოდი აქ, მოდი, სად ახარ? ვა. აჰა, ესეთი რა. კამერაში გავიღიმო თუ პროსაში. როგორ? კამერაში როგორ ვიყო ბრა? შენ როგორ გაგიხარ? შენ რას
მაქსსაც საპირებ როგორც საპირებ ისე კეთ. გადაუგეთ ახლა მოუწევს გაგიმება მე გაუჭირდება რა და პირველ რიგში ის თან გილოცავთ რა ახალ წელს უეჭველი რა. წარმატებებიც მინდათ გისურვოთ რა. ორივე ახალი სისხლი ხართ. მე მაგ ჩემი რაღაც ხედვები და რაღაცეები მგონია. მაგრამ ამას უეჭველი ჩემს პონჩი შევინახავ რა. ამათმა იციან რა, ამათვის ნათქვამი მაქვს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მინდა რომ მაგარი ბეტლი გამოგივიდეთ რა. შენ ხო ცოტა დასამახსოვრებელი პერსონაჟი იქნება კი მესმის და ეს კიდე გენგით მოვა რა გინდა ახლა ბას სო დავამუღამე შენ რომელიც ხარ ოკეი სო ეხლა ყურები წარმოვიდგინე და გამახსენდა რა არა ეს მახსოვს უეჭველი თავის გენგთან ერთად იყო ასფალტის მოედანზე რა კი მოდი ხარ ხო იდეაში გენგი ყველა ხო მე მაინტერესებს ორივე რახან ახლები ხართ ძოლს და ახალს ვერ ვკითხავდი ისეთი კითხვა რას ფიქრობთ ბეტლზე როგორი გექნებათ რას ელოდებით მოწინააღმდეგესგან და ასე შემდეგ ვიტყვი მე არ გამოსვა ბეტის სიმზადები და არ უნდა გაკეთოს გეტყვით რა პირველ რაუნდებში ვით მოიგებს იმენა გამოვიცვლი წამებში იმიტომ რომ შესარჩევის 18 ვიდაოდანაც მქონდა გამოთვლილი ვინ მოხდებოდა და ერთი არა მიცდენია ცვეთში ხო და პირველში ხვედება იასნა ანდრეც მიყვება და ისმენიც თუ მოვიდა ბეთლ და მე რა თქმა უნდა ამ ყველაფრის მზად ვიქნები წინასწარ გავამზადებ მათზე ფანჩებს და თან ამავდროულად სოლონსაც დავსავ მიწაზე მომწონს ეგეთი შემართება კარგი ბეთლი გამოვიდეს რა და საინტერესო იყოს იმ ხრივ რომ ტექსტები კარგად ვისწავლოთ ორივემ და რაღაც დავიწყების თემა არ იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია მე ვფიქრობ რომ ეგრე ბევრად საინტერესო იქნება რავი ოპონენტიც შენ შეგიძლია ძალიან მაგარი ბეტი დადო იმის გამო რომ ტექსტი დაგავიწყდა ერთ მომენტში და მაგის გამო წავა ეს პასუხისგებლობა უეჭველი ბეტლის დროს ეგაა რა ტექსტს ვისწავლი მაგრამ თუ ვერ ვისწავლი და დამავიწყდება მაგას ვერც შეამჩნევთ იმიტომ რომ მე ხო ფრისტაილი ვიცი ეი всё окей თემკა ოკეი ანუ თემკელი ხარ შენ შენ წერეთლე დიდუბეანი ხო ოკეი საინტერესო დაპირისპირება გველოდება მე მგონი წარმატებებს გისურვებთ აუცილებლად ორივეს ამ პროექტში და პროექტს გარეთაც თქვენ საქმეებში თუ ტრეკებს აკეთებთ უეჭველი გისურვებთ რომ ბევრი ტრეკი აკეთოთ ხარისხიანი და რავი ჩვენ თუ დაგეხმარებით ყოველთვის გვერდში გუგულეთ რა ასე რომ წარმატებებს გისურვებთ შეგიძლიათ ჩიგრულად მოიფიქროთ უკვე ერთმანეთის წინააღმდეგ ფანჩები რა წარმატებები ბოლო ჯერ ჩამოვარდოთ ოჩახ, ბრავო, მშვენიერი პრესკონფერენციას მსგავსი რაღაცა გქონდა. რაღაცეები გავიგეთ. პრესის გარეშე პრესკონფერენცია. ხო. მარტო არტურა გვეხმარება აგერ რა გიჟივით მარტო არტურა არის დადის იქით-აქით რა იმ კამერაში არტურა ამ კამერაში არტურა და კამერაა კიდე ერთი დადის რა ცალკე აი ზიკოს უჭირავს მაგრამ ეგეც არტურა პირველ რიგში ბიჭებო გილოცავთ პროექტის დაწყებას უკვე ჩათვალეთ პირველი ნაბიჯი გავაკეთეთ ხო უეჭველო უკვე ხო რომელიც ჩვენს გვერდით არაა მაინც იმიტომ რომ წელს აბარაშვები დაიგეთ ჩამიგდეთ მაგის გამო გავუთიშეთ ტელეფონებს მასწოს სულ რეკავს სულ რაღაცებს წერს ასე რომ ჩათვალეთ რომ ჩვენს გვერდითაა გვეხმარება აბსოლუტურად ყველაფრით გიჟური პროექტი გვექნება იმედი მაქვს და გისურვებთ რომ მართლა ესეთი სასტიკი პროექტი გამოვიდეს სეზონი ესეთი წყვილები დაგვიჯდა რომ უკვე всё ხო აი ეს წილი რომ დაიჯდა ბოლო არა ბოლოს წინა ანდრე და იუბნა მე ვიღაცა მიყურებს ზევით და მიცის აბად ბიბირო აი ესენია და უნდა მე მგონი საინტერესო გამოვა 4 ბეტლი პირველ ტურში შენ არტურ მე მგონი ნახე ქვემოთ ხო სად ვიღებ ამ ყველაფერს ქვემოთ მაგ ყველაფერს გავალამაზებთ ძალიან მაგრამ მოვაწყობ და უკვე ჩაშვება ჩათვალე უკვე დავიწყეთ რა მონაწილეები ყველანი ხოთზე არიან ერთი სული აქვთ იბეტლაუნ მე მგონი უკვე აქვთ რა დაწერილი ერთმანეთზე ყველაფერი უკვე დაიწყეს ხო თავში უკვე მიდის ამას ვიტყვი იმას თვალებში ვხედავ ამ თვალებში მადლობა ამ ადგილს სადაც ვიღებთ ამ ყველაფერს კი მადლობა შვენიერ სეზონს იხილავ საქაურობა დარწმუნებული ვარ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს მედია პარტნიორს მარკეტერს და იმედია მალე სპონსორებსაც ვიტყვით ჯერ მოლაპარაკების პროცესში არის ეს ყველაფერი ასე რომ
მე სპონსორები მყავს, მოაგი ჩემი ძვაგაცები, ნახე რაც მაგაცები. მე ძალიან მომწონს კიდე შენი ფრაზა არ ჩარჩეთ. ხო, არ ჩარჩეთ, უეჭველი, თორე ოფსაიდში თუ ხარ, მე შეტევა შენსკენ მოდის, ჯობია უყუროთ აუცილებლად რა. ბიჭებო, წარმატებებს გისურვებთ უეჭველი. რა ვიცი. მე შენ წარმატებული სეზონი გექნება, მეც მექნება შენ ზოგადად ვიცალა რა. ასე რომ იმედია ყმაყოფილები დავრჩებით ამ სეზონით. მაური გიჯებივით. ეი, არტურას მადლობა იმისთვის, რომ ამ ყველაფერს აფიქსირებს. ენემი, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მართლა როიღებ მესამე სეზონში მონაწილეობას, მეორე სეზონში არიყავი, რაღაცები მოხდა. მეორე სეზონი როგორ მოგეწონა ჩემს, ეგ მაინტერესებს. ბიჭო, ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ აი ორი ისეთი, გამარჯვებული თავისთავად და ისეთი მონაწილეები იყვნენ, რომელთა შეხვედრადაც მინდოდა რა, აი ვუყურებდი და მეთქი ყოფილიყავი რა, აი რაღაცები მოფიქრებული მქონდა, აი ხო ხტები, აი გონება ყოველთვის ცდილობს რომ რაღაც დაწეროს, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეგ საქმე და მაგით ვარ ზუსტად დააგდა. რავი, ესეთი შესაძლებლობა ჩემი აზრით, ვისაც უნდა თავის გამოცდა ზოგადად, აი არ უნდა გამაზოს არავითარ შემთხვევაში რა, იმიტომ რომ აი ახალი დამწყები ბიჭებიც არიან რა, ვიცი, ძალიან დიდი იმედი მაქვს მე ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ მარტო გამარჯვება ხო არა, უყურებ და ეს ისტორიასაც რჩება, მაყურებელიც ვითარდება შენთან ერთად და რავი, ესთეტიურ სიამოვნებასაც იღებ რა. და ბოლო-ბოლო ვისაც გვიყვარს ეს საქმე, აქა ვართ და დარწმუნებული ვარ უყურებენ კიდეც და ამიტომ რავი, მე ამას არავითარ შემთხვევაში არ გამოვაკლდებოდი, აი ამდენი დრო რომ მქონოდა და ეხლა მაქვს აი ამდენი დრო. ამიტომ არ აქ. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენს გვერდით ხარ. დიდი მადლობა თქვენ. უეჭველი. მე აქტუალებული ვიყავი შენი ვიდეოზე, ასე რომ მადლობა მაგისთვის. ჯერსად ხართ. ჩემი ძმაკაცი როგორ ხარ პირველ რიგში? ცოტა პახმელიაზე ახალი წლებია და ცოტა გავსურთი ცოტა პახმელიაზე, მაგრამ მაინც ყოველთვის ხოჭა. ნედვედი? შენ ხო არ გინახავს ეს პროგრამა? არა, მე არ გინახავს. არა, საიდან უნდა გენახა? ჩვენ გადაცემა ხო არ გვაქვს YouTube-ზე საფეხბურთო. კი, მე მგონი. რა ქვია? Offside შენ ზოვას მიცავარ. ბაზარია, ეხლა სხვა გადაცემას. ეგ ვაფშე სხვა ბაზარია, ეგ ბაზარი არა, მაგარი კონტია შენ. უმაგრესი შენ ზოვას. ეხლა ვაფშე სხვა ბაზარში ვარ. მართლა? მე ხო იცი ჩემი ტვინი ხანდახან გადის ხოლმე ჩემი სული, ჩემი ორგანიზმიდან და სხვადასხვა დროებში და სივრცეებში მოგზაურობს ხოლმე და მე ბრუნდება და მე PvP-ზე ვიჩითები ხოლმე. აი ეხლა ვართ მან, ბაზარი არა, ეხლა ვართ მან. ასიძახე ჩემი კაცი. მოკლედ, ბიჭო, ოპონენტი მოგწონს მართლა. ოპონენტი მომწონს, გეტყვით რატო რა, ოპონენტი ზან მე ხო უყურე ხა ვიდეოებს ვინ აგზავნიდა, რას აგზავნიდა და პირველ რიგში ანდრეში რაც დამევასა იყო რა თვითონ ბეთლ კულტურა ევასება რა, რაც არის, ან ჰიპ-ჰოპი ხო თავის სუბკულტურებად იყოფა რა და ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სუბკულტურა არის ბეთლ რეპი, რომელიც არის ვერბალური პაექრობა, რომელიც იდეაში უძველესი ჟანრია, უბრალოდ ჰიპ-ჰოპი არის ამის ევოლუცია და ბეთლ რეპი არის ამის კულმინაცია რა, ერთ-ერთი და რაც შეიძლება მეტი, ანუ PvP არის საერთოდ რატო მაგარი პროექტი რა, აძლევს საშუალებას ჩამოყალიბებულ არტისტებს თავისი შემოქმედება და თავისი ეს საქმის სიყვარული უფრო ჩადოს რა კონკრეტულ საქმეში მიამართოს, ეს ბეთლ კულტურა განავითაროს და ასევე აძლევს ახალგაზრდა არტისტებს საშუალებას რომ განვითარდეს და თავისთავად გააცნოს საზოგადოებას და ძალიან ყველაზე მეტ ქართულ რეპერს პლატფორმა მიცა PvP როგორც პროექტმა, ამიტომ ჩემგან ძალიან დიდი პატივისცემა ყველას, ვისაც ამ პროექტის ორგანიზებაში. რა თქმა უნდა, არტისტები, ორგანიზატორები, თვითონ სივრცე, სადაც ბაზრობთ, ყველაფერი ერთად უნდა იყოს კავშირში, ბალანსში, ავტორა უნდა იყოს კამერასთან და ჯი უნდა იყოს გამარჯვებული. გილოცავთ ახალ Green Flame. გამარჯობა, როგორ მოგწონს პირველ რიგში მითხარი რა ემოციები ხარ დატვირთული? მოიცა ვინ ხდებოდა? შენ ხდება ახალი არტისტი. როგორ ხარ? Solon Tris ქალაქიდან ხო? გავაცავთ. დიდუბელი. ანუ ხო რა, ბევრს აუდებოდა და უფრო მეც მოგწონს. რამეს აკეთებ ბეთლს გარდა ვაფშე? კი. რას? ხატავ წიგნს წერ. ვა. კიდე შიტ პოსტებს წერ. მაგაში მაქვს გამოცდილება. კორეულ რეპს უსმენ? არა, იაპონური რეპი მაქვს მოსმენელი ვთქვი და ეხლა შო, რა თქმა უნდა, ხო. შენ ისე მარტივად შეგიძლია რაღაც ეგეთები ჩააგდო, რომ ტყუილები, რომ იმას სიმართლედ მესმის, ხო. კარგი გეგმა ეგეც და ეს რა. წარმატებებს ვისურვებ, მაგრამ მე რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, Green Flame რა ბოჭი? 4 წლის წინ დავწერა Instagram-ზე Green Flame, იმიტომ რომ წვანი ცეცხლი პროსაა. და
ანუ ეგ შემჩა მე Instagram-ზე და გადავწყვეტე რომ აქაც ეგ უნდა გადმო. კარგია, ბაზარი წარმატებებს გისურვებთ. მედია კარგ ბეტლებს გვაჩვენებ, კარგ ვერსებს და კარგ ტექსტებს რა. ციგნები ისინი მე არ მესმის, აი არ მესმის შენ. აი არტურას ეს არტურას გამოუშვე ციგნებს უეჭადი. არა, სხვა ისი ციგნებიც მაქვს დამახსოვრებული ეგეთ. ხედე გამარჯობა პირველ რიგში კილოცავ. მესამე სეზონში მონაწილეობას მე მგონი იცგილს. ხო, ჩვენთვისაც მოსალოცია ბაზარი არა. ვიცი რომ ყოველთვის ჩვენ გვერდით იყავი რა, პირველი ბეტლებიდან დღემდე თუ რაღაცებს ხო, ყველაზე საერთოდ. Yes, მესმის და ვიცი რომ კულტურა ძალიან გიყვარს რა, პირველ რიგში მადლობა იმისთვის რომ გიყვარს და თან ეს პროცესი რომ გამოიყენე გიჟივით ახლა მესამე სეზონში იმედი მაქვს რომ კარგ რაღაცებს მეორეზე პროსტა ვერ შევძენით, თორე მეორეზეც ვაპირებდი უეჭველი გამოვიდოდი პროსტა. ო, იმედია მესამე სეზონი და ეს პლატფორმა გაჩვენებს. მესამე სეზონი კარგად წავა საშუალებას რომ შენი რაღაცეები დამყაროს რა. პირველ რიგში მაინტერესებს როგორ ხოძე ხარ რა სეზონისთვის. ხოძე ვარ. ოპონენტს არ ველოდი რომ ესეთი შემხდებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ რთული არ იქნება, იმიტომ რომ ცოტა უკვე მობერებული სიტუაცია დამხდა და ვისთანაც ბეთლი მექნება და ვნახოთ რა იქნება. საინტერესო ბეთლი გამოვა ყოველი შემთხვევისთვის. მე წარმატებებს გისურვებ პირველ რიგში, მინდა რომ შენ ის გააკეთო, რასაც შენ თავისგან ელოდი. ამ ვიდეოს მერე დავდებ ტრეკს უეჭველი, როგორც კი ეს ვიდეო დაიგე. შემოგევლე, სახელით მითხარი, აბა ტრეკის. ტრეკის სახელი ჯერ არ ვიცი. მზადების პროცესია. ჩაწერამდეა თითქმის მისული. ოკეი, წარმატებებს გისურვებ მაგ საქმეში. შემოგევლე. საინტერესო კაცი მიდგას წინ, იმიტომ რომ კაცია, რომელიც ჩემს ძმაკაც ხდება ბეტლში. პირველ რიგში გამარჯობა. როგორ ხარ მზად იმისთვის, რომ მესამე სეზონში რაღაც სიგიჟეები აქვს. ვაფშეტა PvP-ში მოხვედრა მინდოდა მე 2019-ის ბოლოდან მეორე სეზონში, პროსტა ვერ ჩავწერე. ბახოთ საზღვარგარეთ წავედი და ყლეზე დავიკინე მეთქი მესამე სეზონში უეჭველი ჩამოვალ, ვიცოდი რომ 2020-ში იქნებოდა და 2022-ში იწყება იდეაში. ხო, რაც მოვასწარ. რაც შეიძლება თქვა ჯიუნა არის, კაროჩი ძალიან ტექნიკური MC რა ზოგადად რა. და მაგარი ლირიცისტია მართალია. შემიძლია ჩაუშვა რაღაცეებში. გამოუშვი. ანუ მაგარი ლირიცისტია რა, ანუ ბევრი წერა უყურებს. კაროჩი მე მასე ვიტყვი ჯიუნას აქვს ისეთი ფანჩები, რომელსაც საზოგადოება ვერ ხვდება. ბევრი ვერ ხდება, ვერ ამუღამებს. ანუ ამათ ევასებათ ყლე და რაღაცების ყვირილი და მაგაზე ხმაური. და ეს არ იქნება მესამე სეზონში, მაგის გარანტიას ვაძლევ ჩემ ბეტს. ცოტა ტექნიკა, ცოტა რაღაცა ჯიუნასთან გამიჭირდება, არ გამიჭირდება, ყლეზე მყიდია, ჰაიპია და რავი, ძალიან მაგარ ბეტს დავდებთ რა. წარმატებები მინდა გისურვო, დარწმუნებული ვარ, შენ და ჯის მე ძალიან კარგად ურთიერთებთ, იმიტომ რომ ის ისეთი კაცია, რომ ყველა კულტურაში, კულტურის მოყვარული კაცი მაგრა უყვარს რა და იმისგანაც ანალოგური ბეტი იქნება დარწმუნებული. მოყვარულია, მაგიტო დიდი პატივი, რესპექტი. შემოგევლე, წარმატებებს გისურვებ. ოკეი. სალამი დავიკიდე ერთხელ. აქ ისევ მისვენე და მაგრამ მე და შენ მე ცალკე ვიბაზოთ რაღაცეებს საქმეც მაქვს რა. პირველ რიგში მინდა რომ შენ თავი გაასწრო ჩვენს მაყურებელს, უკეთ შენ იცი რა უნდა თქვა რა. მე ვარ სოლონი მტრის ქალაქიდან და წარმოვადგენ განდეგილ კასტას რა და კასტას აქში მოსხარ. შემოგევლე როგორ მზად ხარ თუ არა მზად ის რომ აი ეს შენი ფლექსი რაც ვიდეოში გვანახე, რაღაც გვანახე. კი, სიმართლე გითხრა, კაგრას მაგ მუღამით ვარ რა მოსული. პროსტა წინა სეზონებიდან მინდოდა კომანდა უფრო მაგათარ მინდოდა შეხვედრა, მაგრამ გიჟი შემხვდა მაინც თელდღია მელაპარაკება რა. საინტერესო ბეთლი გამოვა ჩემი აზრით. ზოგადად ვაშტი ხანი ამ საქმეს აკეთებ? არა, ბოლო 2 წელია რაც დავიწყე აი როგორც ტრეკების პრევ ჩაწერა და რაღაც რა. ისე აი საძმაკაც რო დაჭდებით, ჩემი გენგი და იქ რო ლაპარაკობ, აი ეგეც თემა მქონდა. ანუ ტრეკებსაც აკეთებ? კი, და კარგ რაღაცეებზე ვფიქრობ და მაგას მე ვიტყვი. იმედია ხო, ყველაფერი ჯიგრულად იზავრა და გვანახეთ, რა შეგიძლია როგორ შეგვიძლია. რომ ხო იცი ბეტლემსი ვაშე სხვა ბაზარია, ტრეკები ვაშე სხვა ბაზარია. ასე რომ მინდა რომ ორივე საქმეში წარმატება გისურვო რა. მეტი არ ვიცი, ახალ წელს გილოცავ ძალი, ოჩაღი ბიჭი ხარ და ნახე, მტრის ქალაქელი ვარ, გვამის პატრონს მიჩვეორი გლინ ფლეიმის ძვლებს გამოვიყენებ მასალა და ოღონდ ბეთლს ხო. ეხლა მომიწუნე პატარა ბიჭო. წარმატებას უსურვებ ამ კაცას და ყველა მონაწილეს, იმიტომ რომ მაგარი სეზონი გვინდა დავდოთ. მორჩი ძმაო გიჟები. ეი!